ფერმერობა დავიწყე დამოუკიდებლად 5 წლის უკან. ბავშვობიდანვე მიყვარს საქონელი და რა თქმა უნდა მოვლა პატრონობა ნამდვილად არ მზარდება ამათვის. ყავდა ადგილობრივი ჯიში საქონელი, რომლის შეცვლა გადავწყვიტე წმინდა სისხლებით, რადგანაც ამათი ყოლა ბევრად უკეთესი არის. ლაქტაციაზე 5 ტონა ნახევრიდან ზევითი წველიან და ჩვენი ადგილობრივი ჯიშის ძროხები მაქსიმუმ 3 ტონა მოიწველონ, ლაქტაციაზე ეგაც დიდი ბედნიერება იქნება. ამ საქონლის შენახვა ბევრად მომგებიანია, თუმცა რძეს ფასი თუ არ ექნება, არც ადგილობრივი ჯიშების შენახვას აზრი არ აქვს. 1 ლიტრის რძის მიღება, წარმოება მე მიჯდება 60 თეთრი, რომელსაც ვაბარებ ყიდი, ანუ 65 თეთრად და ეს 5 თეთრი ფერმერისთვის და ჩემთვის ძალიან დამღუპელი ფაქტი არის. ასე მე ვერ განვითარდები ვერანაირად. სიტყვაზე ვთქვათ, თელავში გადაიხდის აქაური რძის მიმღები ლარი დააც, აქ 80 თეთრის გადახდა არ უნდა. იმიტომ რომ არ უნდათ რომ ხმა გავარდეს რომ რძის ფასმა შეიძლება ამ ერთეულს მიაღწიოს. რაც შეეხება საკუთარი საწარმოს გაკეთებას, აგერ 1 აგვისტოდან შემოდის ახალი კანონი, რომელიც ყველის ქარხნის გაკეთებაში გულისხმობს იმას, რომ უნდა ითვალისწინებდეს და ასრულებდეს ჰასპის მოთხოვნებს. ჰასპის მოთხოვნები მე რომ შევასრულო და საწარმო გავაკეთო, მაგის სახსრებიც ნამდვილად არ მაქვს. ყველაზე დიდი პრობლემა არის ტექნიკა რომ არ ყავს და ამ ფიზიკური შრომა უფრო მეტად გვიჭირს და საქონელს ისეთ პირობებს ვერ უქმნით ბოლომდე, როგორიც უნდა ჰქონდეს. პერსპექტივა იმაშია, რომ ეხლა 7 და 8 სულით ნამდვილად ვერ განვითარდები, ეს უკვე ჩემს სახსრებს აღემატება, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. იმ კრედიტსაც დაფარვა სჭირდება და ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე მეტ საქონელს ვერ ვიყიდი და საქონელი თუ არ მეყოლება, ნამდვილად ვერ განვითარდები.